მანქანის მართვისას რომ გზავრად გიზის ერთი ისეთი ახლობელი, რომელსაც 12 ან 32 ავტოსაგზაო შემთხვევა ჰქონდა უკვე და ყველა სიჩქარის, სიმთვრალის, მკვეთრი მანევრირებების და უყურადღებობის გამო და შეროჭკოს გასწავლის ეს რაქენი. ასე არ ქნა, ახლა იქ არ შეუხვია, ასე როგორ შეუხვია. რა ჩქარადა დიხარ. შენ ასე ატარებ მანქანას? ამ მოსახოვში ასე უნდა შეხვიდე. დრო გჭირდება და გამოცდილება. და მე ამას აღარ იზამ. და მსგავსი გასაგრძებელი კომენტარები. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მანქანა თქვენი ცხოვრებაა, ცხოველი თქვენ ხართ. ეს ახლობელი კიდე მართლა რო გყავს საახლობლოში 1-2 ან ზოგს მეტი. ან თავის ცხოვრება რო ვერ დაულაგებია, 1000 შეცდომას უშვებს ყოველდღიურად. შენ გიყურებს, რომ ფრთხილად და სწორად მიდიხარ და მაინც ცდილობს, რომ მისი აზრები და რჩევები შემოგახვიოს თავს. და როცა არ ითვალისწინებ, მერე სიბრაზით გამყობს 1000 კვარი ეპითეტებით, რა ჯიუტი ხარ, არავის არ გესმის, შენ ჭკუაზე დადიხარ, ასე შენ შორს ვერ წახვალ, იმეს უნდა მოусმინო, რა უცნაური ხარ. და მერე რაც არ უნდა ძლიერი იყო, შენ მაინც შენს თავთან გეწყება თვითკრიტიკა და კითხვები. მართლა არასწორად ვაკეთებ რამეს? აბა 2-4 თუ 7 კაცმა უკვე მითხრა, რომ ჯიუტი ვარ. არა და შენ ჭკუაზე სიარულისგან აშკარად უკეთეს შედეგები გაქვს, ვიდრე გექნებოდა მის ჭკუაზე რო გაგევლო. რავი, ჩემს ცხოვრებაში რატომღაც ბევრი ტვინიკოსია, რომელმაც ჩემზე უკეთ იცის რა სჯობს ჩემთვის და ალბათ მარტო არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სანთლით ვეძებ კარგ რჩევას, სწორი გზის მომცემ ადამიანებს, ჭკვიანი, გამჭრიახი, გამოცდილი, თუნდაც შეცდომები დაშვებული ადამიანის სწორ რჩევებს, რომლებიც ჩემთვის იქნება სასარგებლო და არა პირიქით. მაგრამ რატომღაც ხშირად, თუნდაც დაუკითხავად გვირჩევენ ჩვენთვის დამაზიანებელ გზებს და ამით ალბათ ცდილობენ საკუთარი დაქვეითებული თვითშეფასების თუ ზოგადად ფასის აწევას, უნდათ რომ მათი სიტყვა რაღაცას ნიშნავდეს სხვისთვის. ან არ ვიცი სხვა რა ახსნა აქვს ამას. მე რომ ჩემი ბევრი ახლობლისის მომესმინა, ახლა არც ოჯახი მეყოლებოდა, გაგიკვირდებათ და არც სახლი მექნებოდა, რომ აი ერთი კარგი მაგალითი, ჩემი ეზო, სადაც სახლი უნდა აგვეშენებინა, ნახევრად იყო მოჭრილი. და მეუბნებოდნენ, მიწა მოзвინე, აქ ჩაამატე და ზედ სახლი დააშენე. ანუ გუშინდელ მოзвინულ მიწაზე შეგიძლია სახლი დააშენო. რომ დამეჯერებინა ჩემი სახლი ახლა ნახევრად მოჭრილი იქნებოდა. ასევე მეუბნებოდნენ, წადი მექსიკით, ნუელოდები ოჯახის განთლიანებას, ეგ არ იქნება ბევრი წელი, ან შეიძლება საერთოდ ვერ წახვიდე და დღეს ჩვენ აქ ვართ ოჯახის განთლიანებით. და მოკლედ ბევრი მსგავსი, ეხლა რომ გავუყვე ძალიან გამიგრძელდება. ამიტომ ყოველთვის მოისმინეს სხვის რჩევა დარიგება, თუნდაც პატარა ბავშვის, თუნდაც შეცდომები დაშვებული ადამიანის, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომებზე გაიზარდა და შენ დრო დაზოგო და იგივე არ გაიმეორო. ნებისმიერ შემთხვევაში სხვების მოსმენით, გამოცდილების და რჩევა დარიგების გათვალისწინებით ჩვენ ვიზრდებით, ვითარდებით და შეიძლება გამოგვადგეს კიდეც. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ჩვენზეა, ჩვენი მანქანა უნდა ვმართოთ ჩვენვე, თუნდაც ჯიუტი ან თავხედი გიწოდონ. იმიტომ რომ შენი ოცნებების ახდენაზე წარმოდგენაც კი გულს მხოლოდ შენ გიჩქარებს და არავის სხვას.